მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საუბრების სერიას 10 წუთი გიორგი თავაძესთან და ჩვენი დღევანდელი თემა იქნება დისციპლინა და სასჯელი სკოლებში. ალბათ ამეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი, აქტუალური და საინტერესო თემაა. თავდაპირველად მე მინდა გაგიზიაროთ თქვენ ის კრებული განათლების ფილოსოფიის შესახებ, სადაც არის გამოქვეყნებული სტატია, რომელსაც მე ვისარგებლე, რომ გამეკეთებინა ჩემი სლაიდები. ახლა ვაზიარებ. ეს არის ეს კრებული. რაუტლეჯი არის გამომცემლობა, განათლების ფილოსოფიის კრებული, გამოიცა 2023 წელს და აქ არის სტატია. ეს სტატია ბრაიან ვორნიკის დისციპლინა და სასჯელი სკოლებში და სწორედ ამ სტატიას გავყვებით ჩვენ და გავარჩევთ მის ძირითად იდეებს. კი ბატონო, ეხლა გავაზიაროთ უკვე ამჯერად თვითონ ჩემი სლაიდი. მაშინ ასე დავიწყოთ. ესე იგი, სასჯელი ხშირად ასოცირდებოდა წარსული სკოლებთან და ეს სასჯელი აღიქმებოდა როგორც მკაცრი ფიზიკური სასჯელი. აქ თქვენ ხედავთ ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობიდან სამ ნაწყვეტს, სამივე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი არის სულხან საბასი, კლასიკური, რომელიც ყველამ ვიცით, როდესაც ლეონი კაცყა და ჯუმბერი სცემა. მეორე არის დავით გურამიშვილიდან ცნობილი გამოთქმა და მესამე არის აკაკი წერეთლის ჩემი თავგადასავლიდან. სამივე ეხება განსხვავებული ასპექტით, მართალია, მაგრამ პირველი ორი უფრო გავს ერთმანეთს, მაგრამ სასჯელის ფიზიკური სასჯელის გამოყენების საკითხებს, ანუ ეგ საკითხი საქართველოში ისტორიულად იყო აღქმული და მასზე იყო ყურადღება გამახვილებული. ამის ამინდოდა. ეხლა თვითონ ვორნიკთან გადავიდეთ ჩვენ. ვორნიკი საუბრობს ესეთ რამეზე, რომ დღესდღეობით ამერიკაში ძირითადად საუბარი არის სასჯელის ისეთ სახეებზე, რომელიც არის გაკვეთილებზე არ დაშვება და სკოლიდან გარიცხვა, თუმცა აქ წინ გავუსწრებ ერთ-ერთ ფაქტს და იგი აღნიშნავს, რომ ამერიკის 19 შტატშიც კი არის ნებადართული ფიზიკური სასჯელის გამოყენება. შესაბამისად, იქ ეს საკითხი საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანია და ამიტომაც ვორნიკი ცდილობს უპასუხოს ამ შეკითხვებს. რას ნიშნავს დასჯა, რას ნიშნავს დისციპლინა, საერთოდ შეიძლება თუ არა სასჯელის გამოყენება სკოლებში. იგი განასხვავებს ორ ტერმინს და ჩვენც უნდა მივყვეთ ამ ტერმინების განსხვავებას, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია. ერთი არის სასჯელი და მეორე არის სასჯელი მსუბუქი დანაშაულის გამო. ინგლისურად არის punishment, უფრო მძიმე დანაშაულზე, მოდი ასე ვთქვათ, და უფრო მსუბუქ დანაშაულზე არის penalty. შემდეგ, ესე იგი, ვიდრე დაიწყებდეს იმის განხილვას თუ რა როლს თამაშობს სასჯელი სკოლაში, ვორნიკი ზოგადად განიხილავს სასჯელის არსს და მის ბუნებას. და ის ამბობს, რომ სასჯელის მთავარი ფუნქცია ეს არის მორალური გაკიცხვის გამოხატულება. საზოგადოება კიცხავს იმ ადამიანს, ვინც ჩაიდინა დანაშაული და მიუთითებს მას მორალური ნორმის შესრულების აუცილებლობაზე და ამავე დროს აკისრებს მას გარკვეულ დისკომფორტს, გარკვეულ ტვირთს, იმიტომ რომ მხოლოდ თავშევთ გაკიცხვა არ გმარა. ამიტომაც სასჯელის ესეთი ექსპრესიული მთავარი ფუნქცია არის, რომ გამოხატოს საზოგადოების მორალური ნორმები. რაც შეეხება სკოლას, სკოლაში შეიძლება იყოს ასევე დისციპლინის დარღვევა, სადაც შეიძლება მოსწავლე უფრო მსუბუქად დაისაჯოს და შეიძლება იყოს უფრო მძიმე სასჯელი, მაგალითად ბულინგი. ბუნებრივია ზოგადად, როცა სასჯელს საუბრობდი, თავს იჩენს შეკითხვა. რატომ არის სასჯელი აუცილებელი, რომ მორალური ნორმები შენარჩუნდეს საზოგადოების და როგორც წესი სასჯელის მომხრეები ამას ესეთ პასუხებს იძლევიან, რომ ყოველთვის ეს უკვე აღნიშნეთ კიდეც, რომ არ არის საკმარისი სიტყვები იმისათვის, რომ ადამიანს დაუშვათ მისი ჩანადენილი დანაშაულის გამო მხოლოდ გაგიცხო, არამედ მან ეს დისკომფორტი უნდა იტვირთოს და დაისაჯოს შესაბამისი ქმედების გამო. ამავე დროს არსებობს ეგეთი ცნება, რომ სასჯელი უნდა იყოს სიმბოლურად ადეკვატური. აი თუ კი სასკოლო ნივთს ვეხებით, ანუ მთავარი არის, რომ აქ სასჯელი მიზნად ისახავდეს არა სამაგიეროს მიზღვას, არამედ დაუშვათ თუ კი რამე ნივთი დაზიანდა, ეს ნივთი აღდგეს, ან დაბრუნდეს, ან თუ რაღაც დაბინძურდა, ვანდალიზება მოხდა რაღაც სივრცე გასუფთავდეს და ასე შემდეგ. და ამავე დროს ვორნიკი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სიმბოლურად ადეკვატურ სასჯელზე როცა ვსაუბრობთ, აი ესეთი ცნება შემოაქვს, სიმბოლურად ადეკვატური სასჯელი. მისი მთავარი ფუნქცია არის მორალური დიალოგი. ანუ დიალოგი თუ არ იქნება წარმოებული და თუ კი ჩამდენმა არ გაიაზრა ის, რაც მოხდა, მაშინ სასჯელს ექნება წმინდად ესეთი დამსჯელი ხისტი ფუნქცია და ის ვერ იქნება კარგი და გამართლებული. ზოგადად ორი მიდგომა არსებობს. არის თუ
სასჯელი გამართლებული სკოლაში, ერთ-ერთი მიდგომის თანახმად სასჯელი არ არის გამართლებული, იმიტომ რომ ის გულისხმობს სრულ მორალურ პასუხისმგებლობას და ბავშვებს ეგ არ აქვს. ამავე დროს ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ფიზიკური სასჯელი მაინც არ უწყობს ხელს ნორმების ათვისებას, ამავე დროს ისინი კიდე ამატებენ, რომ განათლების მიზანი უნდა იყოს დისკუსია და არა დასჯა და გარდა ამისა შეიძლება იყოს სკოლაში სისტემური პრობლემები და ეს იწვევდეს ცუდ საქციელს და სასჯელი უბრალოდ ნიღბავს ამას და ბავშვი ისჯება, მაგრამ პრობლემები მოუგვარებელი რჩება. ამის აპირისპიროდ სხვები ამბობენ, რომ სასჯელი საჭიროა, იმიტომ რომ კარგი გაკვეთილები და ინფრასტრუქტურა შეიძლება კარგი იყოს სკოლაში, მაგრამ ბავშვმა მაინც გამოავლინოს სისასტიკე. გარდა ამისა, ჩვენ როცა ვიცით, რომ სასჯელი ან ჯარიმა გვემუქრება უფრო ადეკვატურად ვიქცევით და ეს ასპექტიც მოქმედებს და გარდა ამისა, ფიზიკური სასჯელი კი ცუდია, მაგრამ სიმბოლურად ადეკვატური სასჯელი საჭიროა, იმიტომ რომ ის არის მორალური შეგონების ნაწილი და მიუთითებს მოსწავლეს როგორ უნდა მოიქცეს. ხოდ ასე შეგვიძლია ჩვენ გავხადოთ ბავშვები მორალური სამყაროს წევრები, როცა ისინი გაიგებენ რა არის საჭირო და რა არა. ამერიკად ორი პუნქტი არის, ერთი რომ სასჯელი იყოს ადეკვატური ყოველთვის სიმბოლურად და მეორე ის ახსნა განმარტებასთან ხორციელდებოდეს ყოველთვის. ეს ორი ასპექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ვორნიკისთვის. აქ ერთ სლაიდს გამოვტოვებთ, რომ ის შეკვეცის მიზნი და თქვენ შეგიძლიათ ეს გადმოტვირთოთ ეს სლაიდები, მული იქნება მითითებული. ესე იგი, თავარი ვორნიკთან არის აღდგენითი სამართლიანობის იდეა. რა არის ეს? ეს არის ისეთი პრაქტიკა, როდესაც მოხდება ასე თქვა დანაშაულის ჩადენა, რაც დისციპლინარულ, ესე იგი დისციპლინარულ გადაცდომაზე უფრო მეტია სკოლაში და ამ დროს ხდება დიალოგი დაზარალებულსა და დამნაშავეს შორის, რა თქმა უნდა, მასწავლებელიც მონაწილეობს აქ. დაზარალებული აღწერს თავის ემოციებს, განცდებს, რა ზიანი მიადგა მას და ეს დამნაშავეს ადვილებს შანსებს, ამბობს ვორნიკი, რომ მან აიღოს საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობა, გააცნობიეროს ის თუ რა მოხდა მის მოქმედებას. ამავე დროს საუბარმა შეიძლება ხელი შეუწყოს იმის დადგენაზე, რა სასჯელი შეიძლება დაწესდეს, დამნაშავესაც შეიძლება საშუალება რომ გამოთქვას თავისი მოტივი, რატომ ჩაიდინა ეს ქმედება და ამავე დროს მას აქვს კონტროლის მექანიზმიც რაღაცნაირად. ხო, კონტროლი რა, უნდა რეინტეგრაცია თუ არ უნდა. თუ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ უნდა, მაშინ უნდა იწყნოს ეს სასჯელი კიდევ უფრო მძიმე ფორმით. შესაბამისად, ვორნიკი ამბობს, რომ კარგი იქნება თუ ამ პროცესი იქნება მასწავლებლებისა და მოსწავლეების დიალოგის სახე. თუ კი ტრადიციული სასჯელი უბრალოდ სჯის და მეც არაფერს არ მოითხოვს, აღდგენითი სამართლიანობის პროცედურა თუ კი ჩატარდა, ეს რეალურად მორალური სამუშაოს გაწევას მოითხოვს მოსწავლეებისგან და იმის გაცნობიერებას თუ რა მოხდა და რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, დაზიანებული საზოგადოება აღდგეს. და ამიტომაც ეს უკავშირდება უკვე სკოლის მიზნებს. რომ სკოლის მიზანი უნდა იყოს ინდივიდებში, მოსწავლეებში, ხო, მოსმენის, გაგების, პასუხისმგებლობის გრძნობის, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრის უნარის ჩამოყალიბება და სწორედ აღდგენითი სამართლიანობის იდეა, რომელიც თან ახლავს მე სასჯელს როგორც მორალურ შეგონებას, ეს არის იმის საშუალება, რომ ჩვენ აღზარდოთ უკვე მოსწავლე როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქე, რომელსაც ექნება მორალური ავტონომია, ანუ მორალური დამოუკიდებლობა. ამ პროცესის დროს, რომელსაც აღდგენითი სამართლიანობა ჰქვია, ვორნიკი აღნიშნავს, რომ წინასწარ არ არის ესეთ ადგენილი, ვინ არის დამნაშავე და ვინ არის პასუხისმგებელი. როდესაც მოსწავლეები და მასწავლებლები საუბრობენ და არჩევენ რაღაც საკითხს და განიხილავენ დიალოგის ფარგლებში, შეიძლება სხვა მოსწავლეებმაც გააცნობიერონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა. პედაგოგმაც შეიძლება გაიაზროს გარკვეულწილად და ამან კიდე ხელი შეუწყოს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებას, ხოლო სხვა მოსწავლეებში ამან შეიძლება სოლიდარობის და ემპათიის ან თანაგრძნობის გრძნობები უფრო მეტად გააღრმავოს და ეს უფრო ხელი შეუწყოს ასე ვთქვათ, შემდგომში მოსწავლეთა შორის ურთიერთობებს. ვორნიკი აღნიშნავს ისეთ რამეს, რომ აღდგენითი სამართლიანობის იდეას ყავს თავისი კრიტიკოსები, თუმცა ეს მიდგომა მას მაინც რეალისტურად მიაჩნია და თვლის, რომ მისი გამოყენება არის აუცილებელი. მე ვფიქრობ, რომ ეს მართლა საინტერესო მიდგომა არის და ეს არის ძალიან მოკლე მიმოხილვა ამ საკითხისა და პრობლემატიკისა, რომელიც არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ ამას შემდგომში უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა ქართულ რეალობაში და მოხდება ამაზე ჩაფიქრება და რეფლექსია თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ სასჯელი არ იქნას გაცნობიერებული მოსწავლის მხრიდან როგორც უბრალოდ დასჯა, არამედ როგორც მორალური შეგონება. ეს კურსი შემოთავაზებული არის მენტორისის მიერ. მენტორისი ეს არის თქვენი მეგზური ცოდნის საფაროში და ამით დებულ ბმულებზე თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ. მოკლედ, ამით ვასრულებ, მშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.